ხურვალეთში ჩასახლებულ დევნილებს კი მარიამობა მიულოცეს შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა და პარლამენტარმა ბადრი ბასიშვილმა. მათ დევნილ ოჯახებს შეშა უფასოდ გადასცეს. 100 კუბურ მეტრ შეშას 134 ოჯახი თანაბრად გაიღობს. დევნილები ამ სეზონზე მეორედ იღებენ მსგავს დახმარებას. ეს არ იქნება ჩვენი ბოლო აქცია. ჩამოვიტანთ იმდეს, რამდენიც საკმარისი იქნება ზამთარში დათბობისთვის, აღნიშნა გუბერნატორმა. ანალოგიური აქციები შიდა ქართლის დევნილთა სხვა კომპაქტურ დასახლებებშიც, სკრასა და საქაშეთშიც იგეგმება. ეს ის სოფელია, სადაც ცოტა ხნის წინ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს ქვებით გაუმასპინდნენ. ჩვენ უკვე დავიწყეთ ნაადრევად ზამთრისთვის მზადება. დღეს ვიყოფებით ერთ-ერთ დიდ დასახლებაში შიდა ქართლში, ეს არის ხურვალეთის დასახლება, სადაც მოუტანეთ ჩვენ ძმებს და ჩვენ დებს შეშა. ჩვენ ყველა ჩასახლებაში, სადაც არ არის გაზი მიყვანილი, ყველა ჩასახლებაში მოვახდენთ აღნიშნულ შეშის მიტანას და დარიგებას, ასე რომ არ დარჩება არც ერთი ჩასახლება შეშის გარეშე ამ ზამთარში. მოგეხსენებათ, ყველაზე მეტი ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა შიდა ქართლის ტერიტორიაზე განსახლდა. დაახლოებით 1800 ოჯახი ყავს ცხინვალის რეგიონიდან დევნილი. აქედან დაახლოებით 350 ოჯახს ამ ეტაპზე გაზი არ აქვს, ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლები ვცდილობთ, რომ გასულ ზამთართან შედარებით წელს გავუადვილოთ მოსახლეობას ზამთრის გადატანა. ჩვენ ამ ჩასახლებაში უკვე მეორე ეტაპს ვაკეთებთ. ანალოგიური აქცია ჩვენ 2 თვის წინაც გავაკეთეთ. ამჟამად 100 კუბომეტრი შეშა ჩამოუტანეთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დახმარებას. ხალხი არის გაჭირებული, აშეულიათ რომ იყიდონ, ძალიან დროულად შემოვიდა და თან დაგვიდნენ, თანამდებობიც კიდე შემოვა. ამ წუთში შემოტანილია თითო კილომეტრი თითო მოსახლეობა. თურმე საქართველოში უფრო მეტი ქართველი მუსულმანია, ვიდრე ქართველი ქრისტიანი. ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა გუშინ ავლაბრის რეზიდენციაში აზერბაიჯანელ და სომეხ სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა. მნიშვნელოვანია ყველა ადამიანს ჰქონდეს წარმატების მიღწევის შანსი. ამის კარგი მაგალითია განათლების მინისტრი დიმიტრი შაშტინი, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან უწყებას ხელმძღვანელობს და რომელმაც შესაძლოა უფრო მაღალი თანამდებობაც დაიკავოს, მათ შორის პრეზიდენტის პოსტი. დარწმუნებული ვარ, გავადრო და შაშტინს მოიხსენებენ როგორც თავდადებულ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, განათლების სისტემაში ბევრი ცვლილების შეტანა გახდა საჭირო, რათა ეთნიკურ უმცირესობებს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის შესაძლებლობა ჰქონოდათ. მე შიდა ბევრი დისკუსიის გავლა მომიხდა იმისათვის, რომ გარკვეული კორექტირებები შეგვეტანა ეროვნული გამოცდების პროგრამაში და თლიანობაში ვემუშავა იმ აბიტურიენტებზე, რომელიც არიან ეთნიკური ჯგუფების სხვადასხვა სკოლებიდან წარმოდგენილი ამ გამოცდებზე. დიმიტრი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტროს ხელმძღვანელი, ეს არის განათლების სამინისტროს და მე იმედი მაქვს გავადრო და ისტორიკოსები მის მოღვაწეობას შეაფასებენ და ყველას იმედი გვაქვს ყველა მთავრობის პოლიტიკოსებს შეეხება, მაგრამ მისაც ასევე როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ქართველი ეროვნული მოღვაწის მოღვაწეობას. და შემდეგ ის რა თქმა უნდა სხვა თანამდებობებს იქნება, ყველაფერი შეიძლება მიაღწიოს და რა თქმა უნდა საქართველოში დღეს არის სიტუაცია, როცა პრეზიდენტი შეიძლება გახდეს შაშკინიც, შეიძლება გახდეს ყურბანოვიც, შეიძლება გახდეს რობისმიერი სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, იმიტომ რომ ჩვენ შევქმნით სიტუაცია, როცა ქართველი ხალხი აღიქვამს თავის თავს როგორც ერთიან მთლიანს. საქართველო არის მრავალეთნიკური ქვეყანა. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში უფრო მეტი ქართველია მუსულმანი, ვიდრე არის ქართველი ქრისტიანი, იმიტომ რომ თურქეთში და ირანში ცხოვრობს ერთად რამდენიმე მილიონი მუსულმანი ქართველი. კომპიუტერი და ინგლისური, ეს არის მთავარი პირობები, ვისაც რომ დღეს სოფლიოში მიაღწიო წარმატებას. თუ შენ იცი მარტო კომპიუტერი, მაგრამ არ იცი ინგლისური, მაშინ ერთ-ერთი წყარო, რომელსაც ნახულობ, არის ადგილობრივი ზოგიერთი ნაცალქეკია შექმნილი ბლოგი, სხვადასხვა ხალხი არსებობს, მაგრამ ძალიან ბევრი უბადრუკი რამე იწერება ასევე ინტერნეტში. თუმცა კიდევ ერთხელ მეორედ ვერი ჭკვიანი ხალხი არსებობს იქ, მაგრამ ზოგიერთი ისეთია, რომ გამომგნებელია და ან რუსული წყაროები. ინგლისური გვიხსნის გზას უკვე დანარჩენი მსოფლიოსკენ. ეს არის გასაღები დანარჩენ მსოფლიოსკენ. რა თქმა უნდა, უბრალოდ კომპიუტერი აფსანიშნავს, თუ ინტერნეტის სარგებლობა არის და ინტერნეტში არ ორიენტირებ კარგად. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმისთვის კი არ გვინდა, რომ თვითმიზანი, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი, ეს არის მიზანი და ინგლისური, არამედ იმისათვის, რომ მათემატიკოსმა, ფიზიკოსმა, ბიოლოგმა, ექიმმა მიიღოს ახალი ცოდნა, შეისწავლოს ახალი ლიტერატურა, გაიგოს რა არის ახალი მსოფლიოში და რა ახალი პროდუქტები იქნება, თვითონ გაიმეოროს იგივე ან შექმნას ახალი პროდუქტი უკვე და თავის ქვეყანას გამოადგენს და გამოადგენს საკუთარ ოჯახს და საკუთარ მომავალს. იმიტომ რომ თქვენ თუ ზიხართ მანოულში, ახალქალაქში, თბილისში, ბათუმში, წალენჯიხაში,
გაქვთ კომპიუტერი, იცით ინგლისური და გინდათ კონკრეტული პროფესიის ათვისება, აი თვისაც კონკრეტული პროფესია, ინფორმატიკა, თქვათ, ბიოლოგია, თქვენ ზუსტად ისეთივე პირობებში ხართ, როგორც ნებისმიერ ადამიანი ვიზის კალიფორნიაში, ტოკიოში ან პეკინში. აქ უკვე შემოდის საქმეში თქვენი ნიჭი, თქვენი შრომის უნარიანობა, თქვენი გონება გახსნილობა, თქვენი ახალი შექმნის უნარი. ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მივიღეთ. თუ ჩარჩენ სპეციალური კვოტით ხოთ 3 ადამიანი ჩაირიცხა, წელს თითქმის 294 ადამიანი ჩაირიცხა და ეს ნიშნავს, რომ და აქედან სახელმწიფო დააფინანსებს წინათ 200 სტუდენტს. ეს არის ის ხალხი, ვინც ჩააბარა უნარჩვევები და ვინც ჩააბარა ასევე და ვინც ისწავლის დამატებით ქართულს უკვე უმაღლეს სასწავლებლებში. მაგრამ ამის გარდა არის კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი, ვინც ჩააბარა პირდაპირ ქართულად სრული კურსი ამ ყველაფრის და ჩაირიცხა ასევე უმაღლეს სასწავლებელში. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ეს არის თავარი საკითხი ჩემი ცხოვრების. იმიტომ რომ თუ დააკვირდით, მე ყოველთვის ხმარობ, თუ ცდილობ ვიხმარო ტერმინები, როცა ვლაპარაკობ ქართველ ერზე, მე ვიძახი საქართველოს მრავალეთნიკური ერი და როცა ვლაპარაკობ ქართულ ხალხზე, ვლაპარაკობ საქართველოს ხალხი. იმიტომ რომ საქართველო არ ეკუთვნის არც ეთნიკურად ცალკე აღებულ ქართველებს, არც ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, არც ეთნიკურ ოსებს, არც ეთნიკურ სომხებს, საქართველო ეკუთვნის ყველას ერთად. საქართველო არის თქვენი და საქართველო არის ყველასი, ვისაც საქართველო უყვარს და ვისაც უნდა მისი წარმატება და მისი მომავალი. საქართველოს მოუსვენარმა ლიდერმა კულტურული მემკვიდრეობის კონვენციას ცხვირი აუბზოა, წერს ბრიტანული ეკონომისტი. არის ერთი ულტრამგრძნობიარე ადგილი, სადაც ქართველი ბოსები, პოლიტიკური და რელიგიური არ ეპოვებიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის რეჟიმს და შესაბამისად კოლიზიაში მოდიან იუნესკოსთან. ეს ბაგრატი საკათედრო ტაძარია დანგრეული ნაგებობა, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება. იყო ახალი დინასტია, რომელმაც ქვეყნის დასავლეთი და აღმოსავლეთი გაერთიანა და ახალი იმპერიის შექმნას გეგმავდა. ნაგებობა საქართველოში არსებული 3 მსოფლიო საგანძურიდან ერთ-ერთია და თეორიულად იუნესკოს წესებს უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და პატრიარქ ილიამ მეორეს ეკლესიის 77 წლის წინამძღვარს განსხვავებული იდეები აქვთ. პრეზიდენტი პატრიარქს დაპირდა, რომ ეკლესიას აღადგენდნენ. კედლებს, გუმბათს და ყველაფერს. მშენებლობა აშკარად წინ მიიწევს ასეთი ჟესტი უფრო ფასობს ქვეყანაში, სადაც წარსულს დიდებულებას და აწმყო შარავანდებს მეტი მიმზიდველობა აქვს, ვიდრე მყიფე ნანგრევებს, მაგრამ ეს შესაძლოა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით ყველაზე უხეში დარღვევა იყოს იუნესკოს ისტორიაში. მართალია 2009 წელს დრეზდენი ამოღებული იქნა დაცული ადგილებისიდან, მაგრამ ეს ქალაქისთვის გამოცხადებული საყვედური იყო და არა გერმანიის მთავრობისთვის. 2007 წელს იგივე ბედი ეწია ომანის ნაკრძალს. მას შემდეგ რაც მთავრობამ ნავთობის მოსაპოვებლად მისი გაბურღვა მოინდომა და შეეცადა პარკის საზღვრების შეემცირებინა, მაგრამ სააკაშვილის მიერ ბაგრატის აღდგენა იუნესკოს იდეებისთვის ახლებური ღია გამოწვევაა. ვარაუდია, რომ მსოფლიო საგანძურის ობიექტები მთელი კაცობრიობის საზრუნავია. სააკაშვილი კი მიანიშნებს, რომ ის უპირველესად ქართველებისთვისაა ფასეული. იუნესკო საშინლად გაბრაზებული ცდილობს შეხვდეს ქართველებს და რეკონსტრუქციის შეჩერებაზე ან უკუსვლაზე ესაუბროს, მაგრამ მიწაზე, სადაც რელიგიური და პატრიოტული გრძნებას ჭარბობს, სააკაშვილი იმის გამო, რომ გარე სამყაროს კულტურულ ბოსებს ეურჩება, ბევრ ხმას არ დაკარგავს. სტატიას ბრიტანული ეკონომისტი აქვეყნებს.